საღამომშვიდობისა, ხელოვნებისა და მუსიკის დაყვანისმცემლებო. მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ სტუდია იმერეთის ხმის კონცერტზე, სადაც ბავშვების სიყვარული, მუსიკის ნიჭი და შემოქმედებითი ენერგია ერთიანდება. მუსიკა ბავშვების ცხოვრებაში არა მხოლოდ გართობაა. ის მათ აძლევს შესაძლებლობას გამოხატონ ემოციები, იპოვონ საკუთარი ხმა და გააზიარონ სიხარული ერთმანეთთან. სწორედ ამიტომ ყოველი სიმღერა, რომელსაც დღეს მოისმენთ, არის პატარა ისტორია, პატარა მოგზაურობა. სანამ სცენაზე ჩვენი სტუდიის საშუალო ჯგუფის ბავშვებს მოვიხმობთ, ორიოდე სიტყვით მათ სასიამოვნო დატვირთულ წელზე და მნიშვნელოვან წარმატებებზე ვისაუბროთ. სტუდია იმერეთის ხმა 2018 წელს დაარსდა ქუთაისში და უკვე 8 წელია როგორც ჩვენი ქალაქის, ისე იმერეთის სხვადასხვა ქალაქის მომავალ თაობის მუსიკალურ განვითარებაში უნიშნელოვანი სიკვდილი შეაქვს. მათ მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებასა და სწორად აზროვნებას შეეხმარება. სტუდიის ახსაზრდელებმა ამ წლების განმავლობაში არაერთ უმნიშვნელოვანეს წარმატებას მიაღწიეს, როგორც სოლო, ისე საგუნდო მიმართულებით. მარტო რამინა რატყის შემოძვირფასებო და თან როგორი ტემპით, ზედიზედ 2 წელიწადი. ჩვენი სანდრო აბესაძე და თომა თურქაძე ჯერ 3000 ბავშვი შეარჩიეს. შემდეგ სანდრო ფინალში, ხოლო თომა ნახევარფინალში გახდათ. აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში ჩვენი ქალაქის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ. საგუნდო საზოგადოების მიერ ჩატარებულ ეროვნულ კონკურსში კი, რომელიც გაიმართა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სტუდიის საესტრადო გუნდმა ნათია იგუტიძის ხელმძღვანელობით ოქროს მედალი დაიმსახურა, რაც დასტურია ჩვენი პედაგოგების მაღალი პროფესიონალიზმისა. ამავე კონკურსში ნომინაციაში საუკეთესო სოლისტი გოგონა მარიამ მესხაძე დასახელდა და დაჯილდოვდა. წინ უამრავი გეგმაა და გჯერა ყველაფერს ხორცს შევასხამთ და ბევრი სიურპრიზიც გველოდება. ქალაქის სასკოლო მუსიკალურ ოლიმპიადაზეც უნდა გითხრათ, რომ შაშან მარიამ აზნაშვილმა და წერსინდა ხმელიძემ პირველი ადგილი მოიპოვეს. თეკლა მელაძემ კი ჟიურის სიმპათია დაიმსახურა. არაერთხელ იყო სტუდია წარმოდგენილი სხვადასხვა სატელევიზიო ეთერში, ტელე პირველზე, პოსტივიზე, იმედზე და რუსთავიორზე. აღსანიშნავია ფაქტი, რომ ბავშვები ყოველთვის ცოცხლად ვიყენებდნენ აკომპანიმენტის თანხლებით. მე მიამაყება, რომ ამ სტუდიის წევრი მქვია, ჩვენი ბავშვობის გალამაზების და ამ სტუდიის ყველა წარმატებისთვის თქვენი აპლოდისმენტების ფონზე დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბექა ბაძელაძეს, სტუდიის დაფუძნებელსა და ხელმძღვანელს. ასევე დიდი მადლობა შესანიშნავ ადამიანსა და პროფესიონალს ნათია ეგუტიძეს. ის დიდ შრომასა და ენერგიას დებს ბავშვებში და სწორედ ამიტომ ვიღებთ რამდენიმე წლის მუშაობის მსგავს შედეგს. მან სტუდიაში ბავშვებს შეაყვარა საგუნდო მუსიკაც და გახლავთ სტუდია იმერეთის ხმის საესტრადო გუნდის ხელმძღვანელი დირიჟორი. თბილისში გამართულ საგუნდო კონკურსზე ქალბატონმა ნათიამ დაიმსახურა საუკეთესო ქორმაისტერის წოდება. მადლობა ჩვენს პედაგოგს, უნიჭიერესსა და უმშვენიერეს. ყველა კონკურს, კონცერტსა თუ სატელევიზიო ეთერში ჩვენს გვერდით მყოფ კონცერტმაისტერს სალომე სირბილაძეს. ჩვენი ყველა მიღწევა და ლამაზი დღე ამ შესანიშნავი სამეოლის ერთობის, პროფესიონალიზმისა და სიყვარულის ნაკეთების საქმის შედეგია. მადლობა თქვენ! მას ასე ძვირფასო სტუმრებო, ცოტა ხნით გთხოვთ გვერდზე გადადეთ მობილური ტელეფონები, ან დააყენეთ უხმო რეჟიმზე. მოკალათდით და ისიამოვნეთ. დატკბით გემოვნებიანი სიმღერებით, რადგან დღეს დაუვიწყარ კონცერტს გვკრიბებით. გთხოვთ, აპლოდისმენტებს ნუ დაიშვიოთ. თომა, ჩვენ მოკლედ მიმოვიხილეთ სტუდიის ისტორია და ახლა უკვე კულისებში მომლოდინე ბავშვები მოიხმოთ სცენაზე. პირველ სიმღერას ერთობლივად შეგვისრულებენ ბავშვები. გენიალური ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებიდან. საქართველო ჩემი გული, გთხოვთ ბავშვებო. აპლოდისმენტებს უნდა ვიშურვეთ.
და ჩვენს ბავშვებს. საქართველო ხომ თავად არის დაულეველი სიმღერა და შემოქმედის მიერ მიწაზე დაწერილი პოემა. კვლავ ჩვენ სამშობლოს უმღერებს კატო კაჭკაჭიშვილი, შევეგებოთ! ნამდვილად არ ვიცი, რა შევადარო ჩვენი ულამაზესი მხარე. სწორედ ამ ემოციით განაგრძობ ჩვენს კონცერტს მაიკოლ გუბლაშვილი. გამამხნევოთ!
ზოგჯერ დუმილის დარღვევის საუკეთესო საშუალებაა. ის გთხოვს ვიმღეროთ მაშინაც კი, როცა სიტყვები არ ყოფნის. სცენას ვუთმობთ ანასტასია გიორგობიანს, რომელიც ბენდის თანხლებით შეასრულებს სიმღერას „იმღერე რამე“. როდესაც სამყაროს ქავს თავს ვაღწევთ, სად პოულობთ ამ შესაფარს? რა თქმა უნდა მუსიკის ჰანგებში, რომლებიც სულს ამშვიდებენ და გონებას ამაღლებულს ხდიან. ამ ჰანგების მშვენიერებას სცენაზე გააცოცხლებს ბარბარე ბანძელაძე და ბენდი, სიმღერით მუსიკის ჰანგები. Shazam
აქედან მოემართება ანა მარია გვილავა. სიმღერით ადამიანი გთხოვთ. ახლაც მახსოვს ის ემოციები, პირველად რომ ბენდის თანხლებით შევასრულე სიმღერა. ეს დიდი სიამოვნება და ამასთანავე დიდი პასუხისმგებლობაა. თომა, ალბათ დამეთანხმები, არ არის მარტივი ცოცხლად შეასრულო სიმღერა და თან ბენდთან ერთად. მართალი ხარ ემილია, მაგრამ მინდა გითხრა, რომ სწორედ ეს დიდი გამოცდილება დამეხმარა პროექტ რანაში ყოფნისას. აქვე მადლობა გითხრათ ჩვენს ბენდს. რომელიც შესანიშნავი პიანისტი და ჩვენი სტუდიის მასწავლებელი სალომე სირბილაძე. დრამი გიორგი ვარდანიძე. გიტარა გივი შალამბერიძე. ბას-გიტარა კახა ჩხაიძე. აპლოდისმენტები. მადლობა დღევანდელი დღის გალამაზებისთვის. ახლა კი ნატალი წურწუმიას შევეგებოთ. ის ულამაზეს სიმღერას შეგვისრულებს. გავამხნევოთ. Sing
ფუტკარიც კი თავდაუზ ზოგავის შრომისა და სიცოცხლის უწყვეტობის სიმბოლოა. მუსიკაში კი ეს შრომა ტკბილ ჰარმონიად იქცევა. შემდეგი ნომრის შესასრულებლად სცენაზე ვუხმობთ დემეტრე თაბუკაშვილს სიმღერით ფუტკარი. შევეგებოთ! სცენას ვუდგმობთ მარიამ გალოგრეს სიმღერით სოსანი. შევეგებოთ.
როგორ უახლოვდება ჩვენ სცენას გაზაფხულის სუნთქვა. პირველი მერცხლის გამოჩენა ხო ყოველთვის ახალი სიცოცხლისა და იმედის მომასწავლებელია. სრულიად მართალი ხარ. ამჯერად სცენაზე იქნება მშვენიერი დუეტი. ლიზი დოლიძე და ლილა გვარაკიძე. სიმღერით მერცხალი. სცენისკენ. შევეგებოთ მარია მამფორიას სიმღერით გაზაფხულის ბრალია. Too much more give out of
გაზაფხულის სამელოდურ ციკლს აგრძელებს ზუკა ხმელიძე. ჩიორა ჩიტო. ქართულ კულტურაში ძმობა და მეგობრობა უზენაესი ფასეულობაა. ძმების მიერ თანხმობით ნამღერი კი განსაკუთრებულ ძალას იძენს. სცენას ვუთმობთ ანდრია და შოთიკო გვენეტაძეებს. შემეგებოთ.
მომდენო გამოსვლელს. ელისაბედ კაკუშაძეს ვთხოვთ სცენაზე, ის შეგვისრულებს სიმღერას ჩემი სამშობლო, ჩემი ღმერთია. აპლოდისმენტებს თუ დავიშურებ. ჩვენგენ, რომ შეგვიცრულოს შესანიშნავი სიმღერა. გთხოვთ. It's
ახაკი სცენას ვუთმობთ ნატა გუგავას ულამაზესი სიმღერით ისევ შენ და ისევ შენ. მომდევნო სიმღერას კვლავ ბენდის თანხლებით შეასრულებს მარიამ ბერაძე. შევეგებოთ.
სიმღერით მოფრინდა მერცხალი გამახდებოდ ყველასათვის საყვარელი სიმღერა თოლიები უნდა შეგვისრულოს ლილე გვიშიანმა შევეგებოთ
კი ზურაბი ჩაძეს ვუხმობ სცენაზე, რათა შეასრულოს პოზიტივითა და ემოციებით სავსე სიმღერა გამახარე. შეგვისრულებს გიორგი აფუთიძე. შევეგებოთ. Abiji moga se
მრავალ სამყაროში. სადაც ყოველი გაჩერება ახალი აღმოჩენა და ახალი ემოცია. ამ მოგზაურობის ბოლო აკორდებისკენ მიგვიწვება მარიამ ზირაქაძეს სიმღერით მოგზაურები. სრულებს სიმღერას შემოდგომის ნისლია შევეგებოთ. We
ემოციური კონცერტით. ბავშვები თქვენს წინაშე არაჩვეულებრივი ქართული სიმღერებით წარსდგნენ. ცოცხლად, ბენთან ერთად. მადლობა და კიდევ ერთხელ მქუხარი აპლოდისმენტები ჩვენი საღამოს ყველა მონაწილეს. გონი მეც მომიდა ვიმღერო, ჰა? რა სიტყვა ემილია? ვიმღეროთ, რატომაც არა. მაგრამ ჩვენი მეგობრების გარეშე როგორ? აქვე არიან მოვიხმოთ სცენაზე. მარია მაზნაშვილი და სანდრო აბესაძე. თხოვთ მეგობრებო, ჩვენი კვარტეტი ვაიბოთხი შეგისრულებთ სიმღერას ვარდის წყალი. სტუდია იმერეთის ხმის პროფესიონალ მასწავლებელთა გუნდს ყველაფრისთვის. უხმობთ ყველა მონაწილეს სცენაზე, რათა თქვენთვის შეასრულონ ფინალური სიმღერა რივას ლაღიძის შემოქმედებიდან სახელწოდებით ახალგაზრდული ვალსი.
გესალმებით კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით თვითფასებო პატივისცემო საზოგადოებო ძალიან დიდი მადლობა თქვენი აპლოდისმენტების ფონზე კიდევ ერთხელ თითოეულ ბავშვს მათ ეკუთვნის დღევანდელი დღე ესეც მეორე ნაწილი ჩვენი კონცერტისა უღრმესი მადლობა მშობლებო გვერდით დგომისთვის წინ ძალიან ბევრი კარგი დღე გველოდება დამერწმუნეთ მინდა არავინ გამომრჩეს და თქვა რომ ბენს განსაკუთრებული მადლობა ჩემო თვითფასებო ეს ძალიან ძველი ამბავია და ჩემს გივი შალამბერიძეს თქვენი აპლოდისმენტების ფონზე გივი ვარდანიძეს ახაჩხაიძეს ჩვენი სტუდიის პედაგოგს ულამაზეს უმშვენიერეს უნიჭიერეს სალომე სირბილაძეს ჩვენს ოპერატორს ჩემს მეგობარს ჩემი ბავშვობის მეგობარს ჩემს თემურს ხიტარიშვილს რომელიც დილიდან ჩვენს გუნდით არის გვერდით დგომისთვის ერბი დეკორს შესანიშნავ მარიამ ბრეგაძეს ყოველთვის ჩვენს გვერდით დგომისთვის და ესეთი ორი ხარისხო წესრიგებისთვის დიდი მადლობა მას მინდა აი ამ დაწესებულებას და ბატონ შალვა კირთაძეს ჩვენი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადა გვერდით დგომისთვის ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველს ბატონ ბაჟა ჯუნგელს ყოველთვის ჩვენს გვერდით დგომისთვის ჩვენს მეგობარს ქალბატონ ნათია ებუტიძეს ძალიან დიდი მადლობა თითოეული ბავშვის იმ სიყვარულისთვის რასაც ეს ადამიანი არიშულებს არც ერთ გაკვეთილზე იცით ეს თქვენ და დიდი მადლობა ნათია ყველაფრისთვის ძინოამრავი წარმატება ველოდება დარწმუნებული ვარ ჩვენს უმშვენიერეს ემილია ქვარიანს ძალიან დიდი მადლობა გამყვანებს დიდიდან ჩვენი გვერდით ყოფნისთვის ჩემს მეგობარს თომა თურქაძეს ჩემს მანაც და საამაყობებს უკვე ვარსკვლავს არ მინდა გადაგღალოთ დათო ძალიან დიდი მადლობა შემოგევლედა ყველას გვერდით დგომისთვის მიყვარხართ წარმატებები და ვისაც ეხებათ დრო გელოდებით 6 საათიან კონცერტს მადლობა